მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ტრადიციისამებრ განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. თუმცა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც ახლა პირველად მიყურებთ, ვინც თქვათ მუდმივად ელოდებით ჩემს ვიდეოებს, ვინც ალაიქებთ, აკომენტარებთ, ეს არხის, ასე ვთქვათ, ცნობადობის გაზრდისთვის, თორემ მე დიდად ეს ჩემთვის ამინც დიდად არ ქმნის, თქვენ შეწუხდებით თუ არა ამაზე. თუმცა სტიმულს რა თქმა უნდა მაძლევს. ანუ იმისი თქმა მინდა, რომ ეს ჩემთვის არ არის პიროვნულად ჩემთვის მნიშვნელოვანი, თქვენ იქ ერთ ლაიქს დასვამთ და ერთ კომენტარს დაწერთ, თუ არა ეს არის არხისთვის მნიშვნელოვანი და ამისთვის უღრმესი მადლობა მათ, ვისაც ეს არასდროს გენანებათ. და ირჩევთ ჩემს არხს და ხართ მოკლედ ჩემს სივრცეში. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, გადავწყვიტე გავაკეთო ასეთ საკითხზე. თქვენ სამყაროს ობიექტივში, ხო, არ ვიცი, თქვენ და სამყაროს არ კი არ ვიცი, როგორც გინდათ აღიქვით, ვინ ხართ, რატო ხართ ამ სამყაროში, რა მისია გაქვთ, რა შეიძლება გელოდებოდეთ წინ, რა პრიზმაში განგიხილავთ ბუნება და მოკლედ რა შეიძლება მიიღოთ თქვენივე არსებობიდან თქვენ, ხო? ანუ ადამიანი და სამყარო ერთმანეთისგან ცალ-ცალკე ვერც ვერასდროს იარსებებს, ლოგიკურია, ყოველი ჩვენგანი სამყაროს ნაწილი ვართ და მისი ენერგიის მატარებლები და გამტარები ვართ, გვინდა თუ არა მისი გზავნილების, ასე რომ ვნახოთ, აბა ვეცადოთ, დავინახოთ, რას გიმზადებთ მომავალში. ბუნების ძალები არ ვიცი რაც გინდა დავარქვათ, რა დანიშნულება აქვს თქვენ სულს, ხო? და როგორ უნდა იპოვოთ საკუთარი ადგილი იმ დიდ სივრცეში, სადაც ხშირად ქაოსია და სადაც ხშირად ძალიან ბევრი კითხვა გაწუხებთ ხოლმე. აქვე ჩემო კარგო ადამიანებო, ძალიან ყბადაღებულ საკითხსაც შევეხები. ხშირად საუბრობენ ხოლმე ჩემთან მოსული ადამიანებიც კარმაზე და აი ეს კარმული ურთიერთობა, ეს კარმულია, ეს კარმა, ეს ახლა წამოსაკრავი სიტყვა არ არის. მეც ხმარობ, მაგრამ ძალიან სიფრთხილით ხოლმე და თუ მაკვირდებით ძალიან ისეთ სიტუაციებში თუ კომბინაცია მეტის გზას უბრალოდ აღარ მიტოვებს, იმიტომ რომ კარმა ესე ჰაერზე სათქმელად ვერ გამოდგება. კარმა არ არის ბედისწერა, ხო, რომელიც ჩვენ თქვათ ასე ჩამოგვაცვეს და მოგვასინჯეს და იარე ახლა ამ სამოსითო გვითხრეს, ხო? ეს არის ჩვენი არჩევანის სარკე, ანუ შეხედა რეალურად გულწრფელად არ დაუმალავ საკუთარ თავს არაფერს იმ სარკეში, სადაც იხედები? ოკეი, დაინახავ შენ საკუთარ გზას, ხო? ბევრი ფიქრობს, რომ ანუ რაღაცა კარმა არის წარსულიდან მომდინარე სასჯელი, ან ჯილდო. ნაწილობრივ ეს რა თქმა უნდა ასეთია და მე არ წავალ ახლა ამ წიაღისეულებში ძალიან დიდი სასაუბრო თემაა და ერთი გაშლა კი რა 10 გაშლა არ გვიყოფა ამაზე, მაგრამ კარმა არ არის მოსამართლე. ბუნებრივი კანონია, მიმიხვდით? ისევე როგორც სუნთქავთ, არ ვიცი, მზე ამოდის, მთვარე ჩადის, ან პირიქით მზე ჩადის, მთვარე ამოდის, ხო? ანუ ყოველი აზრი, ყოველი სიტყვა და ყველა ქმედება, გვინდა არ გვინდა, არის ენერგიის მოძრაობა. და ჩვენ ამ ენერგიებს ვაგზავნით სამყაროში და ის უკან გარდაულად ბრუნდება, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, რომ ის ახლა კარმამ დაგარტყა, ხო? ანუ კარმამ კი არა, შენმა საკუთარ მოსაქციელებმა დაგარტყა, ხო? როგორც ისე, რომ მე ვერაფრით ვერ დავეთანხმები, რომ ღმერთის ჯის რა. ეს კიდე ცალკე ჩემი სუბიექტური მოსაზრება არავის თავს არ მოახოვ, მაგრამ ჩემთვის ღმერთი დამსჯელ სუბიექტად არასდროს არ ფიგურირებს და არც ბავშვობაში კი არ ფიგურირებდა ასე. აქედან გამომდინარე, იმიტომ კი არა ვიღაცამ ზემოდან გადაწყვიტა, რომ სამაგირო უნდა გადაგვიხადოს. უბრალოდ იმიტომ, რომ წრე ყოველთვის იხურება რა. ეს გვინდა, არ გვინდა, ჩვენ მოგწონს, არ მოგწონს, ეს ჩვენი გასავლელია და ეს უბრალოდ კანონია. დაუწერელ კანონს ექვემდებარება ეს ყველაფერი, ხო? აი დააკვირდით მაგალითად მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, ანუ უფრო სწორედ აი ვეღარ იმას ვქენი. აი წყალს რომ შეეხოთ, ხო, უბრალოდ წყლის, არ ვიცი, ნაწილს რაღაცას, ხო? და ერთი მცირე ჟესტი და ისე წრეები მიდის, აი ხელს რო შეახობ, ესე წრე გადის, ხო? ანუ ყველა მოქმედება კვალს ტოვებს სამყაროში, ის წყალზე ტოვებ იმ წუთას კვალს, ხო, რომელიც მე თავისთავად ქრება. მაგრამ
ის წრის კვალი გაქრა, შენი თითის ანაბეჭდის თქვათი მომენტში იმ წყალში გაქრა, მაგრამ იმ შენი თითიდან გადასული გარკვეული დნმ-ს გავანებოთ თავი, ხო, თუ ბაქტერია, თუ რა ვიცი, რაც არის, არ აქვს მნიშვნელობა, ის ხო იქ დარჩა, ანუ კვალი მაინც დარჩა. აი ესეთი მომენტი, აი ულტრირებულად რომ შეხედოთ, თითქოს კარმა არის წყალზე ტალღები. მცირე მოძრაობაც კი იწვევს გარკვეულ უკურიაქციას და პასუხს, ხო? როცა, არ ვიცი, აგრესიას და გაღიზიანებას თესავთ, ის შფოთვის სახით გიბრუნდებათ. როცა სიკეთეს თესავთ, თქვენც მშვიდად ხართ და ბედნიერი ხართ, ხო? ხო, ანუ ამისი თქმა მინდა, რომ კარმა არც ჯის და არც აჯილდოვებს. ის ასახავს იმას, რასაც თესავთ. გაწვდით იმას, გიბრუნებთ უკან, ხო? რასაც აკეთებთ უკაცრავად, იმას უნდით. მაპატიეთ, ორ პირი იყო და დავკეტე. ანუ რისი თქმა მინდა? ჩვენი დღევანდელი ცხოვრება არის ჩვენი გუშინდელი არჩევანის ნაყოფი. ფანტასტიკური ინდური სიბრძნეა, მიწას გაუფრთხილდითო, იმიტომ რომ ის თქვენი წინაპრებისგან აჩუქარი კი არ არის, თქვენი შვილებისგან ასესხებია. ვაი დაახლოებით ეგეთი მომენტია კარმაც, როდესაც კარმაზე ვსაუბრობთ რა. და ნუ დაეოდებით უბრალოდ იმას, რომ ხვალ რაღაცა სასწაული მოხდება, ან პირიქით რა ვიცი რაღაცა ჯვარი გწერიათ ყველას, ხო, რაღაცა დრამატული უნდა განვითარდეს, არა. შენი ბედის ცვლილებას ესე გარედან ყველაფერს სხვას ნუ მიაწერ რა და პასუხისმგებლობის სხვებს ნუ გადააბარებთ, ხო? ანუ ყველა სიტყვა, ყველა გამოხვედა, ყველა აზრი ჩვენივე ცხოვრებაში არის გზაჯვარედინი. ჩვენ შეგვიძლია რომ გავყვეთ არ ვიცი ჩვეულ გზას, შეგვიძლია გავჩერდეთ და სხვა ავირჩიოთ. ყოველ შემთხვევაში აი ამ ჭიდილში, აი ეს კარმა გვასწავლის ზუსტად ხო პასუხისმგებლობებს და შენ ხარ შენი ცხოვრების მებაღი, გეუბნება. მორწყავს სწორად, მოუვლი? კი ბატონო. სილამაზით გიპასუხებს ბაღი. არა და ნუ შენს თავს დააბრალე რა. ეს მომენტია ჩემო კარგო ადამიანებო და კიდევ ერთი რაც მინდა და გადავალ გაშლაზე. დიდად არ შეგაწყენთ თავს. ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, ხო, რომ აი თავისმა ცოდვებმა უწია ვიღაცა რომ ან ძალიან მძიმედ არის ან რაღაცა ცუდი მოხდება მის ცხოვრებაში. როცა ეს ადამიანი არ მოსწონთ, მაგრამ ადამიანი რომელიც მოსწონთ ადამიანებს, ხო, იმაზე იტყვიან ხოლმე, რომ ვიღაცამ რაღაცა გაუკეთა, თორე აი და ამ მდგომარეობაში ჩააგდო. ნახეთ როგორი დუალურია ეს ჩვენი მიდგომა. პიროვნება მომწონს და ვიძახი რომ ემპათიური ვარ და დედავი ვინ რა შეულოცა, ვინ რა გაუკეთა ამნაირი რომ ამ დღეს ჩავარდა, ხო? და ნუ ბეპიროვნება არ მომწონს და ვიძახი რომ ნახე რა დაემართა, ესე იცის, კარმამ ჩაარტყა თავში. და ამ დროს ჩვენ საერთოდ არ ვიცით მის ცხოვრებაში რეალურად რა ხდება, ხო? ამიტომ ის კონკრეტული დამდგარი შედეგი შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა რაღაც. ამიტომ ასე ხელაღებით რომ ვიღაცა ცუდია და ნახე რა მოუვიდა, ან ვიღაცას რაღაცა გაუკეთეს, ეგრე არ ხდება მეგობრებო რა. ამიტომ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ისჯება აბსოლუტურად ასე ვთქვათ დაუმსახურებლად და რა თქმა უნდა ძალიან ბევრიც დამსახურებულად, ასე რომ ამას ჩვენ თუ სიღრმისეულად ყველაფერი არ ვიცით ვერ გავარჩევთ და ასე როყიეთ სიტყვები არ უნდა ვისროლოთ ხოლმე სხვა ადამიანებზე, ზოგადად ვამბობ არ ვიცი ვიღაცისთვის შეიძლება ეს ინფორმაცია საჭირო იყოს. პირველი, მეორე ვარიანტი, ანუ თქვენ სამყაროს ობიექტივში. პირველი აი ამ დასტაზე გავაკეთებ, მეორეს აი ამ დასტაზე და დავიწყოთ თორე გამიგრძელდა ძალიან საუბარი ამ საკეთ გადმოვდება გერასზე. ხო, დასტაც ავიღოთ და ვნახოთ ახლა ვისთვის არის გაშლა, ანუ ვინ ხართ? ერთი არკანით სიგნიფიკაცია რომ გავაკეთოთ. შალომ იქით, შალომ აქეთ, შალომ ჩქარა, შალომ ალე, ჩქარა, მე ჩქარება, სად მაქვს დასაკარგი დრო, ერთი ცხოვრება მაქვს მოცემული და ისიც უნდა მოვასწრო, ესეც უნდა მოვასწრო, ესეც უნდა მივასწრო და ისიც უნდა მოვასწრო, მოკლედ ვერცხლის წყალივით, ხო, სულ რაღაცა გეჩქარებათ, სულ ჩქარა, გადარბენის ამბებში ხართ, მოთმინების კოეფიციენტი საკმაოდ საშუალო ან ცოტა დაბალია, იმიტომ რომ ყველაფერია იმპულსურად დროულად გინდა, თქვენ თვითონაც იმპულსური ადამიანი უნდა იყოთ. ძალიან ხალისიანი, ძალიან ენერგიული, აი რომ იტყვიან ისეთი ძალიან კარგი საურთიერთობა, ძალიან კომუნიკაბელური, მაგრამ ხო გეუბნებით, აი ეს სიჩქარე ძალიან ისეთ ლაიტმოტივად გასდევს თქვენს ცხოვრებას. არ ვიცი, ვინმე შეიძლება სპორტთანაც იყოთ დაკავშირებული, ან ისეთ საქმიანობასთან, სადაც მყისიერი რეაქციები და ასე ვთქვათ, სისწრაფე ზუსტად ძალიან საჭიროა, ხო? პლუს კიდევ რაიმეს თქმა ხომ არ მინდა და ხომ არ გჭირდებათ კიდე და ხომ არ
ეხლა ვფიქრობ ჩემთვის, არა, ნუ პრინციპში არაფერი, ანუ ნებისმიერი, აი ნახეთ, თან ძალიან პოზიტიური და ძალიან ისეთი დადებითა და მოაზროვნე ადამიანი ხართ, ანუ ნებისმიერი სიტუაცია, რაც არ უნდა თქვენს თავზე ხდებოდეს, ხო? ყველაფრისთვის მზად ხართ, ყველაფერს ხელგაშლილი ხვდებით და ყველაფრისგან ელოდებით კარგს, ანუ სწორად ატარებთ ყველაფერს, ხვდებით, გაქცევა თქვენი საკითხი არ არის, აი ამისი თქვა მინდოდა. და ვნახოთ ახლა, მივყვეთ სამყაროს თვალით დანახული თქვენ, როგორი ხართ, თქვენი მისია, თქვენ და ადამიანები, როგორ გხედავენ, საზოგადოება და უახლოეს მომავალში ანუ როგორ პოზიციონირებას მოგცემთ ხო სამყარო, რა იქნება თქვენს ცხოვრებაში და რის ფასად თუ ასე შემდეგ. ნახოთ ახლა, როგორ გხედავთ სამყარო. მაგის არკანი. იცით რა არის? თავისიან ადამიანად მიგიჩნევთ რა, პრაქტიკულად სამყაროს გაგრძელება ხართ. ადამიანი, რომელიც თვითნაბადი, ასე ვთქვათ, თვითნაბადი ჯადოქარს ვერ ვიტყვი. აი თვითნაბადი ბერძენი ადამიანი ხართ, რომელმაც ზუსტად იცის რა არის, გამო, როგორ, რანაირად. სხვათა შორის ძალიან ძლიერი ინტუიცია გაქვთ, იმდენად ძლიერი, რომ შეიძლება აი სანამ რაიმე შეცდომას დაუშვებთ, ხო ზუსტად იცით, რომ შეცდომაში შედიხართ, მაგრამ არა ეს სიჯიუტეც გახასიათებთ და შეიძლება იფიქროთ, რომ არა ის კაი ადამიანია, არა სწორ ურთიერთობაში შევდივარ, არა აი სწორ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ნუ ქვეცნობიერმა ზუსტად იცის, რომ გაეშვი რა გაანებეთ, არ ვიცი ჩურჩულებს გეხვეწები შეეშვი, ხო იცი რომ ინანებ, ხო იცი, არა, რას ქვია ვინანებ, მე მოკლედ ფსონსდებთ ყოველ შემთხვევაში სხვის სიკარგეზე. და ყოველთვის ნდობის ხარისხი რატომაც მაღალი გაქვთ, მაგრამ ღმერთ მარქნას და ვიღაცამ არ გაგიმართლოთ და აქეთ შემოგიტრიალდეთ და ტკენა მოინდომოს თქვენი, აი მტრისას დაავს. ურჩევია, რომ საერთოდ ფიზიკურად არ დარჩეს ცოცხალი, ვიდრე თქვენს ხელში და თქვენს ენერგიებში ჩავარდეს. შეიძლება სულ არ გინდოდეთ მათი დასჯა, მაგრამ ნუ აი ის თავისი დამოკიდებულება თქვენი მისამართით უკვე სასჯელია მისთვის და ნუ ისეთ დღეში შეიძლება ჩავარდეს თქვენი ხელის გაუტოკებლად, რომ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ მტერს და ავს. ძალიან ძლიერ ადამიანად გხედავთ სამყაროს, სხვათა შორის ძალიან ისეთ მტკიცე ადამიანად, რომელსაც სხვათა შორის ის მისიაც კი ვნახავ მე კიდე ასე ვთქვათ, მაგრამ რა მისია გაქვთ, მაგრამ აი მგონია რომ მაინც უფრო რატო გაქვთ ეს მისია? რას ნიშნავს ეს თაღლითობის მომენტები გაქვთ თუ გაპარვების თუ რა ხდება რა ამბავია რა მისია გაქვთ ეს სხვათა შორის ამ დასტაში მთვარის არკანი სულაც არ არის შიშები და გაურკვევლობა პირიქით ციცხადისკენ გამოსვლა. გეტყვით ახლა როგორი მისიაც გაქვთ თქვენს ცხოვრებაში. არ ვიცი, მაპატიეთ ახლა, რაც უნდა გავაჟღერო, მაგრამ ძალიან ხშირად შეიძლება თქვენ ხვდებოდეთ ძალიან არასწორ ადამიანებს, როგორ მეცნო საკუთარი თავი მათ შორის. და კიდე რამდენიმე გოგოც მეცნო, მაგრამ საკუთარი თავიც მეცნო. და ჰაერზე არ მithქვამს, როგორც ჩანს, აქ რომ ვთქვი, რომ თავიდანვე იცით, რომ არასწორ ურთიერთობაში ან არასწორ ადამიანებთან კონტაქტში შედიხართ, მაგრამ მაინც ფსონსდებთ სხვის დადებით თვისებებზე და საკუთარ, ასე ვთქვათ, ინტუიციას აიგნორებთ, ხო? თქვენს ცხოვრებაში ძალიან ხშირად შეიძლება ჩნდებოდნენ ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში პარაზიტი ადამიანები, რომლებიც დიდად მაღალი სიხშირეებით და ვიბრაციებით ვერ გამოირჩევიან, პირიქით სულ მინუსში არიან და სულ ეძებენ ენერგიებს, სადაც დაჯდებიან და მოკლედ კარგად იკვებებიან და საერთოდ არ აინტერესებთ მე იქ საკვები გათავდება თუ როგორ იქნება, ამ შორის გათავდა დაავად და
წავა სხვა ახალ ენერგიის წყაროს იპოვის, ხო? არ ვიცი, შეიძლება ბევრი დამოკიდებულებებიც გქონდეთ ხოლმე რაღაცა ტიპის არჩი მოთამაშე ნუ ახარ დავკონკრეტდები ესეთი ადამიანები, რომლებიც უნდა თქვენ ამოათრიოთ ლაფიდან, იმის ფასადაც კი რომ შეიძლება ამ კლავებამდე და ყელამდე ლაფში ამოისვაროთ თქვენ თვითონ, მაგრამ გავიწყდებათ ხოლმე რომ ზოგჯერ ღორისთვის აბსოლუტურად ბუნებრივი მდგომარეობაა ტალახი და თქვენ არ უნდა მოისურვოთ მისი ასე ვთქვათ გადაყვანა სუფთა ადგილას, იმიტომ რომ ორგანული გარემო არ არის მისთვის ეს და წავა და ისევ ტალახში ჩაჯდება. შენც გატალახიანებულს დაგტოვებს და ეს დამერწმუნეთ, რომ ძალიან ხშირად ხდება. თქვენს ცხოვრებაში ეს მისია სამწუხაროდ მოგწონთ თუ არა, რომ ესეთი ადამიანები ხშირად გეკვეთებიან, ხშირად თერაპია სრულდება, ხშირად ვერ სრულდება თერაპია და მერე იწყება უკვე რაღაცა გარკვეული ტიპის ჩიხები და პრობლემები თქვენს ცხოვრებაშიც, ისევ თქვენს მიერ გაკეთებული სიკეთის ფასად, ასე ვთქვათ, ოღონდ დაუდევარი სიკეთის ფასად, კი ბატონო, იმედ გაცრუებები, ნერვიულობები, ტკენები, მაგრამ ახალ ციკლს დაიწყებ და ისევ ისე. ანუ სულ ხართ დონორის როლში, ეს ფინანსური დონორი იქნება, ენერგეტიკული დონორი იქნება თუ ეს იქნება, ასე ვთქვათ, როგორი დონორი კიდევ ფინანსური, ენერგეტიკული და ანუ სიტყვა უნდა მეთქვა და დამავიწყდა. ну кай გამახსენდება. ხო, აი სამსჯავროს არკანით ნახეთ, თქვენ ხართ ერთგვარი ხიდი ადამიანებისა და ცხოვრებას შორის, რომ რაღაცნაირად დაანახოთ საკუთარი თავი, ანუ სამყარო ხო თქვენ გახედებთ სარკეში, თქვენ სხვები უნდა ჩაახედოთ სარკეში და თქვენ სხვები უნდა, ანუ ეს სხვების ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად აი ისიც როგორი დამლაგებლის როლი უნდა შეითავსოთ, ის კი არა რომ ახალნარემონტალ ბინაში შეხვალ და იმას ასუფთავებ, არა, აი ძალიან ბევრი ჭუჭყი და ცხიმი როა ჩაგროვილი სამზარეულოს გარნიტურში და ის რომ უნდა ხეხო და გლიჯო, სისხლიც რომ უნდა დაგედიდო დინოს თითებიდან, აი ესეთი ადამიანები უნდა შეგხვდეთ და აი ესეთი საქმეები უნდა, ну ძალიან რთულია მე მესმის, მაგრამ თქვენ რისი თქვენ ხართ, რომ ეს არ გამოგივიდეთ, ხო? ბოლოს მაინც არა, თქვენ გაქვთ აი ძალიან მაღალი კოეფიციენტი რეგენერაციის, ანუ თქვენი ენერგიების აღდგენის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ხართ მარტივი მისიით მოსული ამ სამყაროში, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, მოინდომო თქვენი დაზიანება თქვენ ვერ. თქვენ იმდენად მყარა გაქვთ ფესვები სამყაროსთან, მიწასთან, იმდენად სხვა ბმა გაქვთ და სხვანაირი აი მსახური ხართ, ასე ვთქვათ, ბუნების, რომ თქვენ ეგრე მარტივად ვერ გაიწირებით. ანუ პირიქით, თქვენ იმ ტალახსაც ჩამოიბერტყავთ, იმ ტალახს ბარემ ბოროტ ადამიანებსაც მიაყოლებთ. დედა სანთელს ვეღარ მივადენე, უკაცრავად თვალი და არა, უშავს გამიფუჭა, მაგრამ არა, უშავს ერთი წამით. აი ერთმა პატარა დაუდევრობამ ნახეთ მოვარიდე თვალი და რა მივიღე. გავაფუჭე და გავაფუჭე. უკაცრავად მოპატიეთ. არა უშავს. თავარია სამყურას არ შეეხო ეს ცეცხლი, ეს ისე კონციალობდა, რომ პრინციპში არც უნდა გამკვირვებოდა და მოვარიდე ერთი წამით თვალი და ეს არის ცხოვრებაც. პატარა ერთი ყურადღებას მოადუნებ და მე შეიძლება რაღაცა ისეთი მოხდეს, რომ სავალალო სიტუაციამდე მიგიყვანოს. ნახეთ, რამდენჯერმე გადაიხარა, გავასწორე, ხო? ну, ჩააქრე, მორჩა, გადადე. აი ეს ხო მარტივი გასაკეთებელი იყო, მაგრამ არა, მე მაინც ვეცადე და აგერ კინაღამ ხანძარიც გავაჩინე, ხო? კინაღამ ხანძარი გავაჩინე და აი აქ სხვათა შორის ნიშანიც მიიღო ჩემმა სამყურამ. კი არა და 4 ყურამ უკაცრავთ, არა უშავს.
აი ეს არის იჯიუტე. თქვენს დაახლოებით აი ამ პრინციპში ახაც შესაძლოა თავიც ვიცანი თქო გითხარით გულწრფელად და არ დამიმალავს, მაგრამ აი დაახლოებით თქვენც ეგეთი კატეგორიის ადამიანები ხართ და თქვენ სხვა ბმა გაქვთ, თქვა სხვა მისიით ხართ, სამყაროს ემარტივად არ გაგწირავთ, ჩამოიბერტყავთ ტალახსაც, მიაყოლებთ იმ პარაზიტებსაც, ფეხითაც შედგებით და გასტრესავთ თუ საჭირო გახდა, იმიტომ რომ რამდენი ამოცოცებას ერთხელ მოუთმენთ ორჯერ სამჯერ და მე დააჭერთ ფეხს და გაჭყლეტავთ რა ესეც გახასიათებთ. ისე რომ ხო, თვად მარტივი გზისთვის არ ახართ მოსული, მაგრამ რა გზაც არის, იმას თქვენ ყოველთვის თავს ართმევთ და ასე ვთქვათ აგვარებთ. ადამიანებისთვის ვინხართ? ადამიანებისთვის ხართ შესაძლებლობა და შანსი, ადამიანებისთვის ხართ მეორე შესაძლებლობაც და შანსიც. ადამიანებისთვის ხართ ახალი გზა, სუფთა გზა, სადაც ვიღაცა ხელს მოკიდებთ და გაათრევს ახალ ჰორიზონტებს აჩვენებს. პრინციპში რაც ვილაპარაკე, ის ხართ საზოგადოებისთვის და საზოგადოებაც ისე გხედავთ და სამომავლოდ რა მოდის? სამომავლოდ თქვენ ცხოვრებაში ჩემო კარგო ადამიანებო საკუთარ თავს არასდროს არ ეხუბროთ. თქვენ გაქვთ უზარმაზარი პატივი ზემოდან, რომ იყოთ ის, ვინც ბრძანდებით. მე არ ვიცი ვინ მიყურებთ, მამაკაცებიც და ქალბატონებიც, მაგრამ თვითნაბადი ინტელექტი, თვითნაბადი სიბრძნე, თვითნაბადი გონება, თვითნაბადი, ასე ვთქვათ, ნიშანი სამყაროსთვის. თქვენ თვითონ ხართ ასე ვთქვათ ორიენტირი და ზოგჯერ მიმართულების ის არის ვიღაცაებისთვის. სამომავლოდ თქვენ არ გამოვრიცხავ ვიღაცები უпростоრეთ აბსოლუტურად მაღალი კვალიფიკაციის ოსტატები დადგეთ ფსიქოლოგიაში, თუნდაც ეზოთერიკაში, ასტროლოგიაში, მათ შორის რელიგიური მიმართულებებითაც, არ ვიცი, კოუჩინგში, ოღონდ მართლა ის კი არა, სადღაც კენჭს რო გადააგდებ და ყველგან კოუჩს აწყდება, არა, თქვენ ეს ნიჭი კიდევ ვიმეორებ, თვითნაბადად გაქვთ მოცემული. და ყოველ შემთხვევაში სამომავლოდ თქვენი ავტორიტეტი ისეთი იქნება, თუ სამსახურში, თუ სამეგობროში, თუ ოჯახში, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაგეკითხებათ აზრს და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ბევრის ცხოვრების გადაწყვეტაც მოგიწევთ, ეს მოგწონთ თუ არა, თქვენ არ ხართ მართლმსაჯულების სფეროდან ლოგიკურია და თქვენ არ ხართ, ასე ვთქვათ, მოსამართლე შეიძლება პროფესიით, მაგრამ თქვენ სიტყვა ძალიან დიდი ძალა იქნება ადამიანებზე. ხო, აი ძალიან ისეთი გზისთვის ხართ ამ სამყაროში და საკმაოდ ბევრი ტვირთიც გაქვთ, თქვენ ამ ყველაფერს მარტივად უძლებთ თუ რთულია თქვენთვისაც? აი მოდი აბა ერთი ესეც ვნახოთ, ერთი ამასაც შევხედოთ უკაცრავად. ამასაც შევხედოთ, ეს თქვენთვის მარტივია თუ რთულია? არა, თქვენ პრინციპში ხო მეორე მაღალი არკანი. თქვენ რეალურად ხართ განმკურნებელი. სიტყვით განკურნავთ, ხელის ველით განკურნავთ, ბიოველით ხო, თუ ასე ვთქვათ, არ ვიცი, მედიკამენტებს მიუტანთ პირობითად აფთიაქიდან ექიმის გამოწერას, თუ არ აქვს ამას მნიშვნელობა. თქვენთვის ეს არ არის რთული. თქვენთვის ეს არის კიდევ ბუნებრივი საქმიანობა, ბუნებრივი მოთხოვნილებაც, რომ სხვებს დაეხმაროთ, სხვებს გზა აჩვენოთ. ასე რომ არა, თქვენ გაგიჭირდებათ კი არა, პირიქით, თქვენის გაგიჭირდებათ ეს ყველაფერი რო არ აკეთოთ სხვა ადამიანებისთვის. შვენიერი, არ ვიცი, კიდევ ერთხელ რესპექტ პირველ ვარიანტს, უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ ახლა ვისთვის არის ეს გაშლა. ვისთვის არის ეს გაშლა, ჩემო კარგო ადამიანებო, ვნახოთ, აბა ვინ არის და ოხო, აქ სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ დამატებული არკანი ამ დასტაში და ეს არის ახალი მიწა. და ხედავთ ალბათ, რომ კოსმოსშია პრაქტიკულად ეს გემი გაჭრილი, დაბლა არის, რა თქმა უნდა, მიწის, ასე ვთქვათ, ტერიტორიაც, თუმცა გალაქტიკაშია რა, პირდაპირ ეს გაჭრილი ხო, ღრუბლები, პლანეტები, არ ვიცი, თქვენ არ ხართ, ასე ვთქვათ, ფლადაქაური ადამიანი, იქაურიც ხართ და აქაურიც ხართ, ვინ მიყურებთ, წარმოდგენა არ მაქვს ორივე ვარიანტს, მაგრამ ძალიან ისეთი ადამიანები შემოკრებილ ხართ დღეს ჩემს არხზე.
თქვენ ახალი შესაძლებლობების იცით როგორი ადამიანი ხართ, სიახლეები გიყვართ ეს ერთია, მაგრამ ძალიან ბევრი სხვა შეიძლება ძალიან ნოვატორული აზროვნებაც გქონდეთ და პროფესიაც ისეთი გქონდეთ, რომ მართლა სიახლეები შემოგქონდეთ ცნობიერებაშიც ადამიანებთანაც და თქვენ თვითონ ასე ვთქვათ მეცნიერულ დონეზე რაღაცა სიახლეებსაც დებდეთ, არ ვიცი, რაღაცა ეს მიმართულებაც მიფიქსირდება. ყოველ შემთხვევაში მესაჭე ხართ საკუთარი ცხოვრების და ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერი ტრანსპორტის მართვა შეგიძლიათ. ცოცხზე რომ შემოჯდეთ, ცოცხსაც მართავთ და ცოცხითაც იფრენთ, გემზე რომ შემოჯდეთ, ჰაერში იმით იციფრენთ, მოკლედ თქვენ მისამართს და ასე ვთქვათ მიმართულებას არ დაკარგავთ ნებისმიერ ამინცსა და ნებისმიერ სიტუაციაში. მაღალ არკანზე მაღალია, ასე რომ ვთქვათ და არ ვიცი კიდევ ერთხელ მეორებ ვინ მიყურებთ, მაგრამ ჩემი პატივისცემა აქედანვე თქვენ. კარგით, როგორ გხედავთ სამყარო, თქვენი მისია, როგორ აგიქვამენ ადამიანები საზოგადოება, როგორ გხედავთ და უახლოეს პერიოდში რა მოდის თქვენთან, ხო? ნახოთ, როგორ გხედავთ სამყარო. სამყარო გხედავთ რატო გხედავთ რომ გადაწყვეტილების მიღება, თუ პირიქით თქვენ უნდა დაეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში სხვას, ის რომ თქვენ არ შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება, ცოტა ვერ დავაკავშირე. არა, მართალია. ანუ თქვენ როგორ გხედავთ ჩემო კარგო ადამიანებო და ახლა მგონია რომ ძალიან სტაბილურ ადამიანად აღიქვამთ, ძალიან თვითკმარ ადამიანად, ოღონდ ახლა და ამ ეტაპზე რა პრობლემა გაქვთ, არ ვიცი, რაღაცას ვერ წყვეთ, რაღაც გადაწყვეტილებას ვერ იღებთ, რაღაცას თვალს ვერ უსწორებთ და ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ტრანსფორმაციის გზა გაქვთ. შეიძლება იმ ნიჭებს და იმ უნარებსაც ებრძვით, ვთქვათ, რაც სამყაროსგან გაქვთ მოძებული, ან ვთქვათ, შეიძლება თქვენთვისაც უცნაურია საერთოდ რანაირად და რატო უნდა იყოთ ეგეთი ადამიანი, შეიძლება ფიქრობთ, რომ მე ძალიან უბრალო ადამიანი ვარ და უმაბრალებთ ბრალიანობას, ხო და ძალიან ისე რომ ვთქვათ, უფრო სწორად რო გითხრათ, ნახეთ როგორი მომენტი გაქვთ, ჭუპრის და მუხლუხოს პეპლის თემა რო ვთქვათ, ხო, რომ ანუ ჭუპრისგან გამოდის, რა შეუხედავი და რა ის არის, როგორი ისეთი მომენტი აქვს, ხო, ამ ჭუპრს და იმას რა ქვია მუხლუხოს და უცებ ესეთი ფრთიანი ლამაზი პეპელა ამოდის. მგონია რომ რაღაცა ესე გხედავთ, რომ თქვენ ჯერ კიდე თქვენი ნიჭები ბოლომდე არ იცით. კიდევ გახსნილი ბოლომდე არ ხართ რეალურად აბსოლუტურად ისეთი ენერგიებით და ასე ვთქვათ, რესურსებით დაგაჯილდოვათ სამყარო, რომ ბოლომდე თქვენ ამის შესახებ უბრალოდ ან არ გინდათ, რომ დაიჯეროთ ეს ყველაფერი, რაღაც ესეთი ინფორმაცია უფრო მომდის. მისია რა არის თქვენი? ემოციების გაცემა, ხო? მაქსიმალურად დადებითი, ნათელი ემოციების მიცემა ხალხისთვის, მაქსიმალურად, იცით როგორი დამოკიდებულებები ყველაზე რთულ სიტუაციაში მყოფ ადამიანსაც კი, რომ ასე ვთქვათ, იმედის სხივს გაუჩენს და ბედნიერს გახდის, ხო? იცით როგორი მომენტი გაქვთ, წეღანაც ვთქვი, ხო? როცა იცი და გესმის, რომ წინ არის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პარადიგმა და უნდა შეეცადო და შეისწავლო და მიიღო ეს პროცესი, ხო? მუხლუხოს პეპლად გადაქცევა ამას გულისხმობ და ხშირ შემთხვევაში შეიძლება თქვენ გიკვირდეს კიდეც, იმიტომ რომ როგორც ვთქვათ, ბევრი დაავადება რეალურად არ არის ხოლმე, ხო, დაავადება და უბრალოდ სიმპტომები ემთხვევა, დაახლოებით ეგეთი მომენტი გაქვთ და რაღაც რესტრუქტურიზაციის, ტრანსპლანტაციის პირობებში ხართ თითქოს და ეხლა ხართ ჭუპში, რომელიც ბოლომდე ვერ იაზრებს კიდევ ვიმეორებ, რომელი გზით უნდა წავიდეს, ანუ ეს ჩემი არის თუ ჩემი არ არის, ეს მომენტი გაქვთ რა, მაგრამ თქვენი მისია რეალურად ზუსტად არის ის, რომ მისცეთ მაქსიმალური დადებითი და სწორი ენერგიები სამყაროს, ანუ იცით როგორი მომდის, რომ როგორ ვთქვა, რაც არ უნდა დაგემართოთ, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი, იცით რომ მაინც თქვენს წინ არის, ხო? ანუ ვინც არ უნდა всё, ჩამოვაყალიბე უკვე რა ინფორმაციაც მოვიდა, მაპატიეთ. ნახეთ, ყველაზე რატომ მომდის ეს ინფორმაცია, არ ვიცი, ერთ წამით სანამ გავაჟღერებ, უნდა ამოვიყო არკანი. მგონია რომ ერთი წუთით ჩემო კარგო ადამიანებო.
სწორია, კი. ნახეთ, რაც არ უნდა შეცდომა მოუვიდეს ადამიანს, ხო, თქვენი მისიაა თითქოს, რომ იმ ადამიანს ეს ყველაფერი დაანახოთ სწორი მხრიდან. თითქოს აი ვიღაცას რაღაცა მოუხდა, ხო, და შენეუბნები რა, მერე რა პრობლემაა? შენ ხო შენი სინდის და ადამიანური ღირსება გაქვს, რომელსაც შენ ვერავინ წაგართვას და ვერავინ შეგილხავს შენს გარდა, ხო? ანუ ვინმე ესე ფიქრობს, იფიქროს, უბრალოდ არ მისცეთ უფლება რომ გაგტეხოს, ხო? ყოველთვის შეიძლება ახალი ფურცლიდან რაღაცების დაწყება სწორად. და ყოველთვის ეუბნები რომ იხარე და ბედნიერე შენი ცხოვრებით, ხო, რაც გააქვს ისინი დააფასე. აი თქვენი მისია არის ადამიანების გაცნობიერება და ასე ვთქვათ მოტივაციის მიცემა. ოღონდ აქაც ფრთხილები იყავით ძალიან, იმიტომ რომ ხო იცით ბრიყს რაც არ უნდა მოტივაცია მისცე, მაქსიმუმ მოტივირებული ბრიყვი მიიღო, ხო? აქაც გარჩევა იცოდეთ, თორე რეალურად თქვენი ძალიან ისეთი მისია არის, რომ აი კი განადგურებული ადამიანები ფეხზე წამოაყენოთ, თქვენ ერთ ადამიანებს პრინციპში სხვა მისიები ვერც აქვთ ხოლმე და აი ამ უბედური ბაღლინჯოებიდან და რაღაც საშინელი არსებებიდან ეს ბავშვი მშვიდობიანად გამოიყვანოთ, ხო? ანუ მაქსიმალური ნაკლებით კივილებით. ნახეთ, ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ დაივიწყე, რა გეხვეწები, დაივიწყე, რით ვეღარ დაივიწყე შენ ტკივილები. მეგობრებო, არის ტკივილები, რომლებსაც შეიძლება წლების დიოდეს სისხლი და ეს ნორმალურია. წლები უნდა რომ ეს იარა მოშუშტეს. ამიტომ თქვენ აი თითქოს ამ იარასთან ერთად ცხოვრებასაც აგუებთ ადამიანებს და აი ამასაც ასწავლით. ძალიან ბევრი შრომისთვის ხართ, ოღონდ ეს არ არის რუტინული შრომა, ხო? აი თქვენ სწრაფად უნდა გადაამუშაოთ ნებისმიერი პრობლემა, სწორად უნდა აუღოთ ალღო, რომ არ დააგვიანოთ და ადამიანის გადარჩენა რაც შეიძლება სწრაფად და მალე მოახდინოთ და გამოყვანა მისი შიშებიდან, მისი არასწორი, ასე ვთქვათ, სცენარებიდან, რომ რაღაცა უმძიმეს შემთხვევამდე არ მივიდეს ხო ადამიანი და არ ვიცი, აი სიცოცხლის ძალა დაუბრუნოთ, ასე ვთქვათ, მოდი ასე ვიტყოდი რა ადამიანებს, ხო? აი მზის ენერგიები და სინათლე შემოიტანოთ ადამიანებში და დაანახოთ, რომ მაინც ყველაფერი ბოლოს გამჩენის სამართალზეა და სხვა არაფერზე. აი ესეთი მისია მოდის თქვენგან. საზოგადოება როგორ აღიქვამთ? ხო, აი საზოგადოებაც ზუსტად პრინციპში იგივეს იმეორებს, პირველ ვარიანტშიც ესე გაიმეორა, რომ 6-იანი ხმლები პრაქტიკულად გამომყვანი ხართ თქვენ რთული სიტუაციებიდან სინათლისკენ ადამიანების. თქვენ კი ბატონო, ხართ აი როგორი როგორი პერსონაჟი, იცით ადამიანების ცხოვრებაში, როგორც ენერგიის ეს ერთია სასიცოცხლო ენერგიის, მაგრამ აი ცხოვრების გაგრძელების უნარსაც რომ აძლევთ, აი მიმიხვდით ხო, რასაც გულისხმობ, აი ესე გხედავენ ადამიანები. თითქოს თქვენთვის რა არის დაღლა, თქვენთვის როგორი შეიძლება იყოს რაღაცა პრობლემები, თითქოს თქვენ არც ის გაქვთ, არც ეს გაქვთ, ადამიანებს შეიძლება ასეც ეგონოთ, მაგრამ და ეს არ არის ცუდი, ანუ ეს თქვენი პირიქით ის კი არ არის, რომ უნდა გაღიზიანდეთ, რომ აი ჩემსაც ვერავინ ხედავს. არა, პირიქით ისინი თქვენ იმდენად მაღალ ასე ვთქვათ სიტუაციაში გხედავენ, რომ მათთვის პირიქით თქვენ ხართ, ასე ვთქვათ, აი როგორ თქვა, ბალანსის, ხო, ზომიერების, ასე ვთქვათ, ჰარმონიის მიმნიჭებელი. ნებისმიერი რთული სიტუაციიდან რომ აი იმედებით, მოკლედ ამის თქმა მინდა, სწორ საყრდენად გხედავენ ადამიანები და ეს არ ვიცი, კარგია თუ ცუდია, საკმაოდ რთული დავალებაა სამყაროსგან, მაგრამ ნუ მოცემული გაქვთ და უნდა შეასრულოთ და იმპერატორის არკანი თქვენი მომავალი, მამის არკანი, სწორი გადაწყვეტილებების სამართლიანობა, სისწორე ყველაფერში, ასე ვთქვათ, აი არაფერი რომ არ უნდა შეგეშალოთ, ხო, გამცემი ენერგიაა, მაქსიმალურად დამხარჯველი ენერგიაა, მაგრამ მაკონტროლებელი ენერგიაც არის, ხო? ანუ მოგეცემათ ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენ აკონტროლოთ სიტუაცია და არა ადამიანები, მიმიხვდით და თქვენ ასე ვთქვათ, ხელახლა წამოაყენოთ ადამიანები ფეხზე, გამარჯვება მოუტანოთ. ოღონდ ისე გააკეთოთ ეს ყველაფერი, რომ მათ თავიანთ დამსახურებად ჩათვალონ, რომ მათი აი ხო პრაქტიკულად სიკვდილის ენერგიებიდან გამოყვანა მოახერხოთ ისე, რომ
ის ტვირთები რაც გონდათ და რაც ასე ვეღარ უძლებდნენ პრაქტიკულად, ხო? აი ისეთ ემოციურ ვიბრაციებში გადაიყვანოთ, რომ თითქოს ეს ტვირთებიც უკვე ისე ჩამოალაგოს თაროებზე ამ ადამიანმა, რომ ამოისუნთქოს, რომ თურმე ამ ტვირთებს თავისი ადგილი ქონია და მე რატო წამოვიკიდე, აი დაახლოებით ესეთ რაღაცას რომ იტყვის. და ალქიმიკოსი, ნუ მაგის არკანი, ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენ სამყარო გაძლევთ ურთულეს დავალებებს, მაგრამ ყველანაირ ენერგიას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეასრულოთ და არ იქნება თქვენი ცხოვრება მარტივი, არ იქნება თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი დავარცხნილად და ასე ვთქვათ, სწორად, ხო, თქვენ ცხოვრებაში სულ იქნება ქაოსი, იმიტომ რომ ეს ქაოტური ადამიანები მოდიან, თქვენ ხართ ეს გზამკვლევი ამ ქაოტური ადამიანების და ეს პრინციპში სულაც არ არის ცუდი. თქვენ ყოველთვის მოგწონთ თუ არა გადაწყვეტილებების მიღება ხშირად სხვის მაგივრათაც, რაც რა თქმა უნდა თქვენ პასუხისმგებლობებს უფრო მეტად გძენთ, მაგრამ თქვენ ეს ძალიან კარგად გამოგივათ და გაართმევთ თავს. არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინ მიყურებთ, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ თქვენ ხართ სხვებისთვისაც შესაძლებლობები, აი არ ვიცი და კურნალის ენერგია მოდის ისევ ხო სხვებისთვის, აი თუნდაც შორიდან, შეიძლება ადამიანებმა ვერც იგრძნონ, ისე გაუკეთოთ და ისე მოუგვაროთ პრობლემები შორიდან, მაგრამ აი ახლოს ვერც ერთი, ასე ვთქვათ, ექიმბაში რო ვერ შეძლებს მისი იარების ისე დამუშავებას, დამორჩენას, როგორც თქვენ. არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინ მიყურებთ, მაგრამ რატო გამიჩნდა ამ გაშლის სურვილი, არავის უთხოვია, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, თქვენს თვალწინ იყო არკანებიც და ჩემი სიტყვებიც. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, უღრმესი მადლობა, დაგემშვიდობებით, ამჯერად დროებით ნახვამდის.